სალამი მეგობრებო, ძალიან საინტერესო ამბავი უნდა გაგიზიაროთ დღეს. მოკლედ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც მოლაპარაკებებში გვაქვს, არის ის, რომ როგორც წესი არ გვაქვს ხოლმე გულწრფელი უკავშირი კლიენტისგან, იმ შემთხვევაში თუ შეისყიდა ჩვენი პროდუქტი, ანუ რა მოეწონა და რა არ მოეწონა ჩვენს მოლაპარაკებებში. და მით უმეტეს ძალიან იშვიათად ვგებულობთ თუ არ შედგა მოლაპარაკება და დილი, მაგ შემთხვევაში რა გახდა ამის მიზეზი. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვესაუბროთ ჩემს ყოფილ პოტენციურ კლიენტს ელენეს, რომელიც დამთანხმდა მოკლედ ამ ექსპერიმენტზე. არ ვიტყვი რამდენი ხნის წინ და არ ვიტყვი რომელ კომპანიაში, კონფიდენციალურია ეს ამბავი, მაგრამ გარკვეული პერიოდის წინ ელენე იყო ჩემი პოტენციური კლიენტი. და გქონდა საკმაოდ მსხვილ დილზე, ასე ვთქვათ, მოლაპარაკება, რომელიც ერთი შეხედვით თავიდან საკმაოდ კარგად მიდიოდა და ჩემს გონებაში და pipeline-ში უკვე რაღაც აღქმული მქონდა, რომ წარმატებით დაიხურა, მაგრამ ბოლოს არ შედგა, მოკლედ ჩავარდა ეს მოლაპარაკება და ელენეს ვთხოვე, რომ გაეზიარებინა საჯაროდ ესე რა მოეწონა ზუსტად იმ მოლაპარაკებაში, რა იყო მიზეზი, სად შემეშალა მოკლედ და დამთანხმდა, რომ მოკლედ საჯაროდ ესაუბრა ამას. პირველი კითხვა მაქვს, ჩვენი მოლაპარაკება დაიწყო ზოგადად ეგრეთ წოდებული discovery შეხვედრიდან, სადაც შევხვდით ერთმანეთს და დავიწყეთ საუბარი იმაზე, იმის გარკვევა, რამდენად მოკლედ თქვენ რა საჭიროებები გქონდათ და რამდენად ფარავდით თქვენ საჭიროებებს. აი ეს ამ შეხვედრის დაბეჭდილებები რო გამიზიარო, როგორი იყო, რა მოკლედ ემოცია მოდიოდა და როგორ დასრულდა, როგორ შეაფასებდი ამ პირველ შეხვედრას. კი ბატონო, ну პირველი შეხვედრა ასე თუ ისე ჩვენც გქონდა, ანუ ინფორმაცია ამ პროდუქტთან დაკავშირებით და რაღაც დამატებით ინფორმაცია მივიღეთ თქვენგან. და ნუ პირველი ესე ვიტყოდი, რომ წარმატებით დასრულდა, იმიტომ რომ ნუ გადავედით შემდეგ ეტაპზე. პირველი ნუ ესეთი გაცნობითი იყო, რაღაც დამატებითი ინფორმაცია შევივსეთ, რაც გვაყოლდა და ნუ ხელმძღვანელობას რაც აინტერესებდა და ნუ პრინციპში წარმატებული იყო პირველი ეტაპი. მე მახსოვს პირველ შეხვედრაზე, რომ იყო რაღაცეები, პრობლემები, რითიც მოხვედით, რომ აი ეს საკითხები არის გადაჭრაც მჭირდება და იყო რაღაცეები, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე, ერთად აღმოვაჩინეთ, რომ კიდე სადღაც ყოფილა გაუმჯობესების შესაძლებლობა და სადღაც ყოფილა რაღაც გარკვეული პრობლემები, რომელიც არ ჰქონდათ ესე ნათლად იდენტიფიცირებული და მახსოვს, რომ მოკლედ ეგ საკითხი ძალიან კარგად მოგხვდათ იმ მომენტში ყურში და თქვით, რომ მოკლედ ამაში ძალიან კარგად გამოვიყენებთ. კი, აი ეგ მეც მინდოდა მეთქვა, ეგ ანუ მე მეორე შეხვედრაზე იყო თუ გახსოვს, უფრო რაღაც მასშტაბურად რო შევხვდით და ძალიან მოგვეწონა პირიქით ეგ მომენტი, რომ რაღაცა თქვენი მხრიდან უფრო მეტი კუთხე დავინახეთ. რა მიუხედავ, ანუ კარგად გესმოდათ ჩვენი ინდუსტრია და კარგად გქონდათ ანუ გამოცდილება მაგ მიმართულებით და ხო რაღაცა ისეთი ის იყო დავიჭირეთ ჩვენს ეგ მომენტი და ჩვენც კი არ გქონდა მაგ რაღაცა გებებისთვის მიგნებული და კი ეგ ძალიან დამაკმაყოფილებელი იყო ჩვენთვის და პირიქით სასურველი ანუ ძალიან და მაგიტომაც მე გავაგრძელეთ ისევ. ოკეი. ამ მეორე შეხვედრის მერე მეორე შეხვედრა გქონდა უკვე ცოტა მასშტაბურად სხვა კომპანიის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრინციპში რაღაც გარკვეულ დეტალებზე შევთანხმდით და რამდენიმე ნაბიჯიღა გვაკლდა უკვე იმაზე რომ დაგვეწყო თანამშრომლობა. და მახსოვს რომ გარკვეულ პერიოდულობით follow-up ზარები და მეილები მქონდა ხოლმე თქვენთან და ვაზუსტებდი რა ეტაპზე ვიყავით და მაინტერესებს სულ გვაქვს ხოლმე კითხვა ჩვენ თავთან გაყიდობის თანამშრომლებს რომ ზედმეტი ხო არ მომდის, ძალიან ხო არ ვაწუხებთ. აი მაგნაწილში როგორ იყო თუ გახსოვს? იცი როგორ იყო? მაგნაწილში თავიდან მოკლედ არ იყო რა, ეგ ჩაულებრივად ანუ ყურადღება ისეც პირიქით სასურველი იყო, მაგრამ რაღაცა მომენტში ცოტა ისე მომეჩვენა. შეიძლება იმიტომ რომ მე თვითონ არ მქონდა პასუხი, რაც უკვე დასაბრუნებელი მქონდა და მაგიტომაც ცოტა უფრო ისე ვიგზავნე თავი უხერხულოდ რა. მაგრამ ხო რაღაცა ბოლო მომენტში შეიძლება ზომიერად რა რაღაც ალბათ უფრო ზომიერების დაჭერა ის იქნებოდა ბოლო ნაწილში რა თავიდან მართლა რაღაც ისე გქონდა და მე თვითონაც უხერხულოდ ვიგზავნე თავი. რა უნდა გამეკეთებინა შენი აზრით, რომ აი ეგ უხერხულობა არ შემექმნა ჩვენ კომუნიკაციაში მაგ მომენტში? რა მე როგორც ანუ გაყიდობს ალბათ ყველაზე ისეთ პასუხი იქნება რომ რავი არ დამერეკა და როცა გეკნებოდათ პასუხი თქვენთან მომიბრუნდებოდით, მაგრამ მეორე მხრივ ხო აი რა გამოსავალი გვაქვს გაყიდობის სპეციალისტებს რომ დაუმშვიდდეთ მაგ დროს და გიჯეროთ რომ მართლა დაკავებული ხართ ამ საკითხით და მართლაც რო გჭირდებათ რა, იმიტომ რომ მანდ ხშირად არის ხოლმე რომ ისეთ დაპირებებს გვაძლევენ, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და მე ვცდილობთ რომ არ გაცივდეს ეს ლიდი და მე ზედმეტად ვაწუხებ. ხო, მესმის. ცოტა გამიჭირდება ამას პასუხი, იმიტომ რომ მე შემიძლია ჩემ შემთხვევაში გიპასუხო და სხვა ანუ ესე არ ვიცი ინდივიდუალურია ალბათ ზოგი არის რომ მართლა შეიძლება ისე წელავს, მაგრამ ნუ ალბათ ის ჩემ შემთხვევაში ის იყო რომ აი ოდნავ დავუშვათ 2 დღის მაგივრად 3 დღე რომ მქონოდა პასუხის დასაბრუნებლად რა, იმიტომ რომ იმდენად ქაოტურია ხა
დიდ კორპორაციაში როცა ხარ მით უმეტეს და ორგანიზაციაში ძალიან რთულია და ნუ ამ ნაწილში ალბათ ოდნავ მეტი დრო რომ გქონოდა პასუხის დაბრუნებისთვის ეს ალბათ სხვა მსგავს შემთხვევებსაც ეს წაადგებოდათ. კი ბატონო. და მე შევთანხმდით ფაქტიურად თანამშრომლობაზე, ყველა საკითხი დავხურეთ და ბოლოს რაღაც მოხდა. მოხდა რაღაცა, რამაც მე როგორც გაყიდვების თანამშრომელი მაგრძნობინა, რომ რაღაც ისე არ მიდის, მაგრამ თვალი დავხუჭე ამაზე, ანუ ჩემი თავი მოვიტყუეთ, რომ მომეჩვენა თქო, და მე აღმოჩნდა, რომ რაღაც ისე არ წავიდა. რა მოხდა? მახსოვს, რომ თქვენი მხრიდან უცბად გაჩნდა რაღაც ახალი მოთხოვნები, რომელზეც მანამდე არ გქონდა და ანუ თითქმის შეთანხმებულზე გაჩნდა, რომ მოკლედ კიდე რაღაც სხვა საჭიროებები აღმოგაჩნდათ, რომელზეც მანამდე არ გქონდა ნასაუბრები. კი, გაგიზიარებ ამ ნაწილს. თავიდან აიწერანაც აღნიშნეთ, რომ ის ნაწილი, რომ თქვენ რაღაც იცნობდით ამ ინდუსტრიას და რაღაც კუთხეები დაგვენახეთ, ძალიან მოგვეწონა რა. მე ისე მოხდა, რომ ანუ როცა უკვე გადაწყვეტილება მიიღეს ფაქტობრივად, რომ აი გვეთანამშრომლა და როცა აი თანხის გადახდას ეხება საქმე, ნუ კომპანია უფრო მეტად იწყებს კითხვების დასმას და ნუ გაჩნდა ისეთი რაღაც კონცერნები, რაც მათი მხრიდან უნდა დაკმაყოფილებულიყო, რომ მოკლედ შემდგარიყო თანამშრომლობა და რომ მოგმართეთ ანუ ამ საკითხით, აი ჩვენზე მორგებული რაღაც შემოთავაზებები გვინდოდა, ანუ გვინდოდა რომ რაღაცა მოდიფიკაცია ან რაღაც მსგავსი შემოგეთავაზებინათ და შენგან ანუ მივიღეთ ესეთი პასუხი, რომ აი უკვე არსებულზე გინდოდა თითქოს ჩვენი მორგება რა, ჩვენი მოთხოვნის უკვე არსებულზე მორგება და კი შეიძლება სავსებით კარგი იყოს და შეიძლება მართლაც გამოდგებოდეს, მაგრამ ძალიან რთულია, როცა აი შუამავალი ხარ ამ შემთხვევაში რაღაცა აი გარე კომპანიასა და მენეჯმენტ შორის აი ასეთ სიტუაციაში, სადაც მოკლედ რთული იყო რა, აი ეგ მომენტი, რომ აქეთ პირიქით ჩვენ უნდა მოვგებოდით უკვე არსებულს, კი მესმის აი მაგ ნაწილსაც, მაგრამ ხო, ნუ დაგვაკლდა მაგ ნაწილში. ხო, თანხას თქვენი ხდით და რაღაც საჭიროებები გაქვთ და გჭირდებათ. და ეს ანუ აქედან დაიწყო ზუსტად ეს იყო პირველი მთავარი მიზეზი, რამაც აი უკან დახია, ანუ კორპორაცია რომ წამოსულიყო თანამშრომლობაზე, იმიტომ რომ ხო ნუ არ მოეწონათ მოკლედ ეს ტონიც, რომ რაღაცა არ იყო კომპანია მზად იმისთვის, რომ ჩვენზე მოერგოთ რა და მართლაც ხო ეხა თანხას როცა ეხება რომ გადასახადზე მოკლედ ეს იყო პირველი მიზეზი, რამაც დიდი ის გამოიწვია. კაი, ჩემ შემთხვევაში მაშინ გულწრფელად ვიტყვი და მოკლედ მქონდა განცდა, რომ ისედაც ხვდებოდი, რომ რაღაცა ბეწვის ხიდზე გავდიოდი, მქონდა განცდა, რომ ისედაც მოლაპარაკება ბოლოსში იყო უკვე გაყვანილი, შეთანხმებული იყო ყველაფერი და იმ მოთხოვნებზე, ნუ ვცადე, რომ მოკლედ რაღაცნაირად გვერდი ამეარა იმ ბოლო მოთხოვნებისთვის და დროულად გაგვეფორმებინა კონტრაქტი და არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში მოკლედ ჩაიშლებოდა მოლაპარაკებები. მანდ ვიფიქრე, რომ მეთქი თუ რამე გართულდება თქო, მე დაუბრუნდები და მე ვეტყვი, რომ ოკეი, კაი, მაშინ რაღაცა ესე ვქნა თქო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მოლაპარაკები ისე ჩაიშალა, რომ მოკლედ აღარ მოგვეცა მაგის საშუალება, რომ მივბრუნებოდით. ასე რომ რავი, კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის. მათ შორის ძალიან ღირებულია ის ფიდბექი, რასაც ეხა მე მიზიარებ და მგონი არ სხვებისთვისაც ღირებულია, იმიტომ რომ მართლა არ გვაქვს ამის ფუფუნება გაყიდვებში ჩართულ ადამიანებს, რომ ესეთი მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში მით უმეტეს და ჩვენი ბევრ ათასს ეხებოდა მოკლედ ეს მოლაპარაკება, მივიღოთ ხოლმე გულწრფელი ფიდბექი. რამე სხვა არ დაამატებ. აი თავისუფლებას მივცემდი და ესეთ რაღაცას ვიტყოდი, ანუ აი მაგ ნაწილზე რა ზუსტად, რომ მე პირადად ესეთი განცდა დამრჩა თითქოს, რომ აი უკვე რომ გადაწყვეტილი იყო რა, თითქოს საბოლოო გადაწყვეტილება და უკვე რომ თანამშრომლობაზე ვსაუბრობდით, რაღაცნაირი აი мотиваცია აღარ ჩანდა რა, ანუ თქვენი მხრიდან, რომ რაღაც აი მან ესეთი მომენტი იყო, თითქოს უკვე განახდებულის ვარიანტია რა, ანუ განახდებულია და რაღაცა აღარ ხარ რა, ესეთი мотивირებული, რომ აი მოერგო, მოაწონო თავი და რაღაც უკვე მოუწონო რა, რაღაცა ეგეთი ის იყო. და აი რჩევისავით ვიტყოდი ალბათ ნუ ყველა გაყიდვის მიმართულებით რომ აი მართლა ეგეც დაჟე რომ პასუხზე დაგირეკავენ და გეტყვიან რომ всё გადაწყვეტილია მანდაც არ არის რეალურად ისეთი გადაწყვეტილი რომ ეგ мотиваცია დააგდო და ეგ ყურადღება მოაკლო რა აი მაგ დროს არის უფრო მნიშვნელოვანი რომ რაღაცა ერთი რამეც არ გაჩნდეს რის გამო შეიძლება რომ გადაწყვეტილება შეიძლება. ოკეი, ხა რა გამახსენდა რა, ანუ შეყვარებულობის პერიოდში რო არის ხოლმე რომ ჭკუაზე რო არ არის რაღაც სანთლებს რომ უთევს და რაღაც სახში რო ვარდებით და მე რო საერთოდ დაახლოებით ეგრე მოგდის ხოლმე გაყიდვების თანამშრომლებს და ხო, რავი, ანუ ძალიან ღირებული რჩევებია. ანუ
ძვირიანი რჩევაა და ძალიან ღირებული მართლა გეუბნები და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ, იმიტომ რომ ძალიან საჭირო არის ესეთი კავშირის ინტერესიც ხშირად არ არის ხოლმე რომ აინტერესებს. ნუ შეიძლება იქიდან გამომდინარე რომ იციან რომ შეიძლება არც მიიღონ კულტსპილად და ძალიან გამიხარდა პირიქით და ძალიან გამიხარდება თუ სხვასაც დავეხმარებით ამ კავშირის გაზიარებით. კარგი, მადლობა. მადლობა შენ.